ეს ვარ სტუმრად გიორგი ჩუგოშვილთან, თან ასე ვთქვათ, ცნობილ e-commerce პლატფორმასთან Faber-თან და მოდი გიორგის ვკითხოთ, როგორ დაიწყო ეს იდეა, რა საიდან გაჩნდა და როგორი პირველი ნაბიჯები რა იყო ამ მიმართულებით რა. იდეა გაჩნდა გაიხსნის წინ, უკვე დიდი ხანია ბაზარზე ვართ. თავი გვინდა და e-commerce-ში რაღაც გაკეთება. უბრალოდ ეს იყო რა ხო 2019 წელი და რაღაც პირველი ნაბიჯების გადადგმა ცოტა რთული არის e-commerce-ში ზოგადად იმ კუთხით, რომ რაღაცა რო გაკეთებდა, ჯერ უნდა იყიდო, ხო? უნდა გქონდეს სტოკი და სტოკის მობილიზება საკმაოდ დიდი ფინანსები ჭირდებოდა და ხო, ცოტა ძვირი სიამოვნება იყო და თავისი საკუთარი რესურსებით ამის დაწყება ცოტა პრობლემური ამბავი ჩანდა და ვიკვლევდით ბაზარს და ბოლოს აღმოვაჩინეთ ესეთი ბიზნეს მოდელი, როგორც არის Faber-ის, სადაც შენი სტოკი არ გჭირდება, უბრალოდ ქმნი პლატფორმას, სადაც ადამიანებს აქვთ საშუალება რომ განათავსონ თავისი განსაცმელი, ფეხსაცმელი აქსესუარები გასაყიდად. მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამის შეძენის სურვილი და შუაში უნდა შექმნა რაღაც ეფექტური სერვისი და ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც ამ ადამიანებს დააკავშირებს და რაღაც პირველ 10 დღეში გაშვებიდან პლატფორმის 10,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ყავდა. მანდ მივხვდით, რომ უკვე რაღაცას სწორად ვაკეთებდით და სულ რაღაც ამდენიმე თვეში გავხდით პრაქტიკულად ყველაზე დიდი კატალოგის მქონე ონლაინ მაღაზია, რომელსაც რაღაც 100,000-ზე მეტი ნივთი ქონდა განთავსებული პლატფორმაზე და იმის მერე არც ერთ პირველივე დღიდან გაყიდვები რო დაიწყო, იმის მერე ვიზდებით და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე დადგა დღის წესრიგში რიგში, რომ ეს მხოლოდ საქართველოში უნდა იყოს თუ სხვა ქვეყნებში შეგვიძლია რომ გავიტანოთ და ამაზეც მუშაობდით შემდეგი წლები. ეს მაინლევე გაჩნდა იდეა, რა სხვა ქვეყნებშიც მე შესულიყავით თუ რაღაც პერიოდის მერე დაინახეთ ეგ საჭიროება, იმიტომ რომ ბაზარი ასე თუ ისე პატარა არის ხო საქართველოში. შეიძლება ცოტა ადრე გაჩნდა ვიდრე უნდა გაჩენილიყო, მაგრამ თავიდანვე რაღაცა სტარტაპული მაინდსეტი გქონდა და გვინდოდა რომ შეგვექმნა ქართული კომპანია, რომელსაც ექნება საერთაშორისო პრეზენსი და არ იქნება მხოლოდ ქართულ ბაზარზე კონცენტრირებული, ამის მაგალითები უცხოეთში ბევრი გვინახავს და გვინდოდა რომ ჩვენც ერთ-ერთი მაგალითი ყოფილიყავით და რაღაცნაირად ის მენტალური გარდატეხად შეგვეტანა ქართულ სტარტაპ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, რომ ჩვენც შეგვიძლია რომ მარტო საქართველოსთვის კი არ შევქმნათ პროდუქტები, არამედ რეგიონისთვისაც შევქმნათ და იქნებ ერთ დღეს ცოტა უფრო გლობალური მოთამაშეც გახდეს. ხო, თან სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მეეჭვება, რომ რეგიონში ალბათ ესეთი კონცეფტი, ესეთი ბიზნეს მოდელი არც არსებობდა რა, არც არსებობს. ჩვენ რეგიონში არ არის, რა თქმა უნდა, ამერიკაში არის, ევროპაში არის, მაგრამ მხოლოდ ჩვენ რეგიონში არ არის და შესაბამისად ეგ იყო ჩვენი ამბიცია, რომ აი ამ რეგიონში Faber-ი ყოფილიყო ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე, რაც მერე ავტომატურად სტარტაპის იდეა ის არის, რომ უნდა გაზარდო და შემდეგ რაღაცა ექსიტი გააკეთო, ხო, რომელიღაცა ან დიდმა ჯგუფმა შეიძინოს, რაღაც იდეალურ შემთხვევაში შეიძლება კომპანია იმხელა გახდეს, რომ შეინარჩუნო და დალისტო და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ ცოტა ძალიან ამბიციური მაგრამ ჩვენი სტრატეგია ყოველთვის იყო და დღესაც არის, რომ იყოს რეგიონალური დიდი მოთამაშე, რომელიც შემდეგ ძალიან დიდი ჯგუფის წევრი გახდება. თან აკავშირებთ რეალურად ამ ქვეყნებს ერთმანეთთან, ხო? ანუ ყიდვა და გაყიდვა ქვეყნებს ერთმანეთს ხო, მე შეიძლება cross border-შიც გადაიზარდოს. ხო, რეკონსტრუქცია რა, ხო. ხო, ახლა მაგალითად სხვა პლატფორმებში, e-commerce დიდ პლატფორმებში, რომელიც საკვებზე მუშაობს, რაღაცა სხვა პროდუქტებზე, იმათთვის cross border-ის შესაძლებლობა არ არის, ხო, ახლა საკვებს ერთი ქვეყნიდან მეორეში ვერ გაგზავნი და ჩვენთვის ეგ შესაძლებლობა არის ღია. პრინციპში ახლა marketplace ისეთი მოდელია, რომელსაც რაც უფრო დიდია, უფრო დიდი ძალა აქვს, ხო? ახლა ჩვენ ახალ ქვეყანაში რომ შევდივართ, ნოლიდან დაწყება არ გვიწევს, იმიტომ რომ cross border-ი უკვე გვაქვს და ის კატალოგი რაც საქართველოში არის, უკვე ხელმისაწვდომი არის იმ ახალი მომხმარებლისთვის, რომელიც სხვა ქვეყანაში შემოუერთდება, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველა ახალ ქვეყანაში ნოლიდან მოგვიწევდა დაწყება, ხო, იქ უნდა იშოვო სელერები, უნდა იშოვო ბაიერები და იმათ უნდა რაღაცა ის network ეფექტი შექმნან, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე როდესაც მომხმარებელი შემოდის და როგორც მინიმუმ იცის რომ საქართველოსთან შეუძლია იყიდოს 100,000-ობით ნივთის არჩევანი აქვს, უკვე პლატფორმა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ცარიელი პლატფორმა იქნებოდა იმ ახალ ქვეყანაში. ასაგებია. გიორგი, მე მაინტერესებს ერთი ეგეთი მომენტი რა იყო ის ტექნიკა ან ის მეთოდი, რამაც პირველი ვიზიტორები მოიყვანა პლატფორმაზე. აი რამ დაბუსტა ყველაზე მაგრა თქვენი ბიზნეს მოდელი რა. რამდენიმე რაღაცა იყო. პირველი არის ის, რომ ცოტა მენტალური გარდატეხაც მოვახდინეთ მაგ კუთხით, რომ ახლა ჩვენთან საქართველოში
განსაკუთრებით ჩვენ თაობაში მეორადები ასოცირდება რაღაც ციგარებესთან, ხო? რეალურად ევროპაში და განვითარებულ სამყაროში რისეილი, დასაცმლის გადაყიდვა ერთი ადამიანიდან მეორეზე უფრო ასოცირდება sustainability-სთან, გრადობასთან, რომ ყველა მიცის უკვე რომ მოდის ინდუსტრია არის ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ინდუსტრია მსოფლიოში და აი მარტივი მაგალითი მოყვავს ხოლმე რომ ერთი ჯინსის შარლის წარმოებას საწარმოოდ ციკლში ერთი წალისას გჭირდება 10,000 ლიტრი წყალი ერთი შარლის წარმოებაში და ამიტომ ეს ყველაფერი რაც უფრო მეც გავუცვლით ერთმანეთში მით ნაკლების წარმოება მოგვიწევს და შესაბამისად მით ნაკლები იქნება გარემოზე ზიანი. ამიტომ ეს გააზრებული აქვს დასავლეთ სამყაროში და განვითარებულ სამყაროში და უკვე უფრო საამაყო არის ხოლმე, რომ იცი რა, მე კი არ წავედი ახალი კი არ ვიყიდე უკვე არსებული და რაღაცა პლატფორმაზე შევიძინე უკვე არსებული ნივთი და ახლის წარმოებას ხელი არ შეუწვენ, ჩემი კონტრიბუცია გავაკეთე, ასე ვთქვათ, გარემოზე პატარა ჩემი წილი სრულის. ხო, აი რაღაცა, მაგრამ მე ჩვენთან რთულად იყო, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ უფრო კონცენტრირება პრემიუმ და მაღალი, ასე ვთქვათ, სეგმენტის პროდუქტებზე, რამაც მოგვცა აღქმა, რომ Faber არის cool, რაც იყო მთავარი გამოწვევა, რომ როგორ გააკეთო ისეთი პლატფორმა რისეილის, რომ ხალხის აღქმაში იყოს cool და რაღაც არ კონდეთ რაღაცნაირად მენტალური ბარიერი ბრენდთან ასოცირების და გაზიარების. მეორე ნაწილი იყო ის, რომ ჩვენ მთლიანი ციკლი დავფარეთ მომსახურების, როდესაც ადამიანი აქამდე იყო, რომ რაღაც გაყიდვა რო გინდა, რაღაც პლატფორმაზე ათავსებ, მე შენ პირადად უნდა შეხვდე, მე რაღაცნაირად ქეში გამოვართვა, რაღაცნაირად ეს ყველაფერი ავიღეთ ჩვენ თავზე. და ორი ძირითადი განაცხადი რაც გავაკეთეთ, ეს იყო რომ ერთი რომ მხოლოდ ორიგინალი ბრენდები იყიდება ჩვენთან და ჩვენი სერვისის ნაწილი არის შემოწმება ორიგინალობის, რომ ადამიანს არ ეგონოს რომ იყიდა შანელი და ამ დროს აღმოჩნდეს რაღაცა ჩინური fake ნაწარმოები პროდუქცია და ამაში არ მოტყუდეს, ასე ვთქვათ. და შინაარსობრივადაც არ ვეთანხმებით fake-ების კონცეფციას, იმიტომ რომ ის არის ადამიანის შექმნილი პროდუქტი, იმისი ბრენდია და იმის სახელით შენ ფული იშოვო და იმისი რაღაც დიზაინი და ასე შემდეგ არასწორია შინაარსობრივად. ხო, ამიტომ ეგ იყო პირველი. და მეორე ჩვენთან არ იყიდება ნატურალური ბეწვი, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ რაღაც 21 საუკუნეში არ უნდა დავხოცოთ რაღაცა ცხოველები, რომ რაღაც ლამაზი ქურქი გვეცვას თუ რა. ამიტომ აი საერთოდ ნატურალურ ბეწვს არ ვყიდით და ვყიდით არაორიგინალურ პროდუქციას. მიუხედავად იმისა, რომ იქ ბაზარი არის, ანუ მოთხოვნა არის, საქართველოში ძალიან ბევრი გვხვდება და რეგიონშიც ძალიან აქტიურად ხდება მათი ვაჭრობა, მაგრამ ჩვენ ამას ასე ვთქვათ ვებრძვით. და მესამე ალბათ იყო, რომ აი ეს ძალიან ლამაზი მიწოდების და სწრაფი მიწოდების ვარიანტი ქონდა, ან თავიდან როდესაც დავიწყეთ, ვფიქრობ პირველი მეორე შენაძენი, რომელიც მოხარებელთან მიქონდა, იმდენად ლამაზად მიდიოდა შეფუთული და იმდენად კარგი ექსპერიენსი იყო. პექეჯინგი გამორჩეული რაღაც განსხვავებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, რასაც სამწუხაროდ ბევრი ქართული ბრენდი თუ კომპანია არ ფიქრობს მაგაზე და ნუ ძალიან დიდი ის აქვს მნიშვნელობა რა. ჩემი პარტნიორის ანანოს ის იყო, რა ქვია, მთელი ბრენდინგი და ეს კონცეპტუალური მხარე მისი შეკრულია და ხო პირველი დღიდან იძახდა რომ არ მინდა რომ რაღაცა პარკით მიუვიდეს მომხმარებელს რაღაცა პროდუქცია და ეს შეფუთვას თქვენამდე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ანუ ყოველი მეორე შეფუთვა შეკვეთავთ დასაწყისში იმდენად კმაყოფილი იყვნენ იმდენად რაღაცა მოლოდინთან მიმართებით იმდენად კარგი ექსპერიენსი იყო მათ შორის unboxing-ის რომ ყოველი მეორე შეკვეთა ფაქტობრივად იყო story Instagram-ში რომლის შედეგადაც წავიდა ორგანული ასე ვთქვათ მარკეტინგი და ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო Faber-ის შესახებ და იმის მერე თვითონ კლიენტებმა იმასქნეს რა ასე ვთქვათ რა დაბუსტეს ეგ ყველაზე მაგარი კი ყველაზე მაგარი უფასო რეკლამაა რა ასე ვთქვათ რა და მაგან ძალიან დიდი ბუსტი მოგცა თავიდან და ნუ იმის მერე ვაგრძელებთ ვცდილობთ აპლიკაციაში რაღაცები დავამატოთ ტექნოლოგიურად დავხვეწოთ თუმცა სულ არის ახლა ჩვენი აპლიკაცია რაღაცნაირად Instagram-ს წააგავს რაღაცნაირად თავიდან ბევრი ფულიც რო არ მქონდა და დიზაინერიც ისე ყავდა შიდა ჩვენი გრაფიკული დიზაინერი პარალელურად ითავსებდა ასე ვთქვათ UX დიზაინერის როლს და
ბევრი რომ ცოდნაც არ ქონდა, ვთქვით რომ მოდი ისეთი ექსპერიენსი ავიღოთ, რომელიც ხალხისთვის მაქსიმალურად ნაცნობი არის რა. მოდა სად არის ძირითადად Instagram-ში და მოდი გავაკეთოთ აი სოციალური ქსელის და resale პლატფორმის, e-commerce პლატფორმის მიქსი. სადაც ხალხს შეუძლია თვითონ დადოს ერთმანეთი გამოიწეროს, პერსონალური ფიდი აქვს და ასე შემდეგ და წააგავს Instagram-ს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ Instagram-ს წააგავს, მოთხოვნებიც მოხმარებლებს აქვს, რომ Instagram-ივით მაგრამ უნდა იმუშაოს, რაც ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული გამოწვევა იყო და მაგაზე საკმაოდ ბევრი რესურსი დავხარჯეთ, რომ ეს ამდენი 100,000-ობით პროდუქტი ძალიან სწრაფად იტვირთა ეს scroll-ის რეჟიმში 10-ობით და 100-ობით პროდუქტი იტვირთა, ძალიან სწრაფად უნდა იტვირთებოდეს, ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს და თან ეს ყველას ერთი 5-7-10 მედია ფაილი აქვს, სურათები ასე შემდეგ და ტექნოლოგიურად საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა. ეს აუთენტურობის დადგენის ნაწილში, ანუ ეს კონცეფცია თავიდანვე იყო, რომ ადგილზე უნდა მოგეტანათ, ხო, გადაგემოწმებინათ პროდუქტი და მერე უნდა გაგეგზავნათ მყიდველთან, ხო? რამდენად მარტივი იყო ამის საოპერაციო დალოგება, იმიტომ რომ ხო, პასუხისმგებლობას იღებს კომპანია თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე, ხო? მარტივი არ იყო, მაგრამ კონცეფცია პირველივე დღიდან ის იყო, რომ ნივთი ჯერ ჩვენთან მოდის, აქ მოწდება, როგორც ხარისხის კონტროლის კუთხით, რომ რაღაც დაზიანებები, ყველაფერი სურათზე მაინც უნდა იყოს ნაჩვენები, ხო ადამიანს ის მომენტი არ უნდა ქონდეს, რომ სურათზე არ ჩანდა რაღაც დაზიანება და მერე ნივთი მოვიდა სხვა მდგომარეობაში. ანუ მდგომარეობის მონიტორინგი, ჰიგიენური კონდიცია და ასე შემდეგ, პირველ რიგში ყველაფერი ეგ მოწმდება ადგილზე, რომ რა შეუკვეთე და რა მომდის იყოს თანხმედრაში და რაღაცა დაფარული დეფექტები არ იყოს, რომელიცაც არ ქონდა მყიდველს ყიდვის მომენტში რაღაცა ინფორმაცია, ზომის მონიტორინგიც, ზომა ყველაფერი ემთხვევა იმასაც აპლიკაციის წერია. და შემდეგ უკვე მოდის მეორე ეტაპი, ოღონდ ეს არის უფრო ძვირადღირებულ ბრენდებზე. ხო, ყველა თქვათ რაღაცა 50 ლარიანი, 100 ლარიანი ნივთებიც იყიდება ჩვენთან, ეხლა იმათ აუთენტურობის მონიტორინგი იმდენად არ ჭირდება. მაგრამ ნებისმიერი ბრენდული, პრემიუმ და მაღალი ბრენდის, მათ შორის თუნდაც Nike-ც, Adidas-იც არ არის აუცილებელი, რომ ძალიან ისეთი იყოს, მათი ყოველს გადის ხარისხის კონტროლს, ხა მას აუთენტიკაციას. რომელიც მარტივი ასაწყობი არ იყო, მაგრამ ეგ ერთ-ერთი მთავარი ჩელენჯი იყო, რომ ხალხი ისე დაგვეტრეინინგებინა და ისეთი კადრები გვეპოვა ქართულ ბაზარზე, ვინც ბრენდებში ისე ერკვევა, რომ შეუძლია, ვთქვათ, ეს რაღაც შეამოწმოს და ადგინოს აუთენტური არის თუ არ არის აუთენტური. ამას გარდა აი ძალიან ძვირადღირებულ ნივთებზე, ხა ჩვენი ალბათ ყველაზე ძვირი გაყიდვა იყო, სადღაც 40,000 ლარამდე ღირებულების ჩანთა ერმესის. ესეთი ტიპის შემთხვევებში ჩვენ აუცილებლად გზავნით ამერიკაში პარტნიორი კომპანია, ვისაც ციფრულ დეტალურ ძალიან მასალას ვაწვდით და ჩვენი აუთენტიკატორების, ასე ვთქვათ, შემოწმების შემდეგ კიდე მეორე დონის შემოწმებას გადის, რომ რაღაცა ხა ესე ძირადღირებულ ნივთს რო ყიდულობ, პაგო სერტიფიკატიც გინდა, ხო, რომ ორიგინალი არის. ამიტომ გზავნით ამერიკაში, იქიდან მოგდის ოფიციალურად პასუხი, რომ არის ნამდვილად ორიგინალი და შემდეგ უკვე მშვიდად მიგვაქვს მომხმარებელთან. ამიტომ ეგ იყო ერთ-ერთი გამოწვევა, მაგრამ აუცილებლად გოგოები კოსირითაც და ძალიან კარგად გაარჩეს თავი. კონვერსიის ნაწილი ხო როგორ არის? ანუ ერთჯერადაც მომხმარებელი შენოდენს აკეთებს, მერე ბრუნდება, აი როგორი პრაქტიკა გაქვს? საკმაოდ მაღალი გვაქვს რეიტი მაგ კუთხით, ჩვენთან საშუალო მყიდველი აკეთებს 12 შეკვეთას. რაც ბაზრის სტანდარტისთვის არის საკმაოდ მაღალი. ხო, ძალიან მაღალი არის, თუ იმას გავითვალისწინებთ მით უმეტეს, რომ ჩვენთან რაღაც საშუალო შეკვეთა არ არის 20 და 30 ლარი, ეს არის დაახლოებით 300 ლარი საშუალო შეკვეთა, ხო? ამიტომ ის მაგ კუთხით და სელერების ხარისაც ეგრე არის, დაახლოებით მაგდენივე გაყიდვას აკეთებს საშუალო გამყიდველი. ანუ ერთხელ თუ გაყიდა იმ ხალხს გულისხმობ, მერე უკვე ძალიან აქტიურად შეიძლება ყიდნენ და საშუალოდ 13 ნივთი არის, ამიტომ მაგ კუთხით ყვაყოფილი ვარ. კონვერსიის ნაწილში მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია აი რეგისტრირებული მომხმარებელი, რამდენად გარდა იქნება იდეალურად რამდენიმე კატეგორია გვაქვს, რამდენად იყიდა, გაყიდა, ან დალისტა და ჯერ არ გაუყიდია და ამის მუდმივი მონიტორინგი მიდის, რომ რა პროცენტულობა გვიჭირავს მათ.
დატა კარგად იცით და ამიტომ ხო მაგას მონაცემები ბევრი გვაქვს დღეში დაახლოებით ჯამში აპლიკაციის აქტივობიდან 300,000 data point-ი გროვდება, რომელიც შემდეგ გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაც ძალიან დეტალურად გავაანალიზოთ ქცევა ჩვენი მომხმარებლობის გამოუმჯობესოთ რაღაც აპლიკაციებში. ერთი საინტერესო кейსი გვაქვს ჩვენ data გუნდმა შექმნა კოდი, რომელიც დაახლოებით 80%-იანი სიზუსტით გვეუბნება, ხვალ რა გაიყიდება. ანუ ეხლა ისეთია ინტერაქციული ამბავია რაღაცა ჯერ იმან შეთავაზება გაუგზავნა იუაჭრეს ერთმანეთში მე დათანხმდა მე იმას 50 საათი აქ რომ რაღაცა იყიდო სადაც და აი უკვე prediction-ის საშუალებას გვაძლევს. ამიტომ ახლა ციფრულ ეხლა აი მაღაზია ხშირად ვიძახით ხოლმე რომ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ისე გადავაწყოთ ფაბერი რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები რაც ციფრულ სამყაროში არის და რაც გულისხმობ. ჩვენ რო ფიზიკურ მაღაზიაში შევდივართ, ის მაღაზია ისე არის დადიზაინებული, როგორც არის დადიზაინებული. ის ჩვენზე არ გადმოეწყობა, ხო? ეხლა რაღაცა სადაც არის განთავსებული თქვათ მამაკაცის ნივთები, იქ უნდა წავიდეთ და მე ჩვენი ზომა ვიპოვოთ და მე რაღაცა ჩვენ ციფრულ სამყაროში ექსურია სხვანაირად არის. ხო, აქეთ არის 100,000-ობით ნივთი, აქეთ არის 100,000-ობით ადამიანი და თითოეულ ადამიანს ვცდილობთ რომ შემოვა ეს მაღაზია მთლიანად გადაეწყოს და მისთვის საინტერესო ნივთები წამოწიოს წინ. და კიდე რაღაც სხვადასხვა მიმართულებები გვაქვს, როდესაც ვიცით რომ ადამიანს რაღაცა კონკრეტული ნივთი აინტერესებს, მაგისთვის სპეციალური ასე ვთქვათ ფიჩერები გვაქვს შექმნილი, რომ აი მაგალითად არ ვიცი. მე ვეძებ Nike-ის სნიკერებს 46 დოლარი. დიდი ფეხი მაქვს. მაგრამ შეიძლება დღეს არ იყოს ეს ნივთი, მაგრამ თუ გაჩნდა მე ეს მაინტერესებს, ხო, ამიტომ ხო შეგიძლია დაიდიზაინო, რომ ესეთი და ესეთი ნივთები მაინტერესებს და გაჩნდება თუ არა გამაგებინა. ამიტომ აი ეს არის ჩვენ სისტემაში აი სხვა e-commerce-ებთან მიმართებით რთული რა არის ხო პირველი რომ ეს არ არის ძალიან ახალი პროდუქცია ამიტომ ამ ხარისხის კონტროლს და აუთენტიკაციას და რაღაცას დიდი მნიშვნელობა აქვს ერთი მხრივ ყავს 10,000-ობით მომწოდებელი ადამიანები ვინც ამ ნივთებს თვითთავენ ყველა ნივთი არის უნიკალური ერთი ცალია ხო e-commerce მაღაზიაში შევდივართ იქ არის რომ აბა ეხლა ეს ლურჯი მინდა თუ თეთრი მინდა 37 მინდა თუ 38 მინდა ამის საშუალებას კონკრეტულ ნივთებთან მიმართებით ჩვენ ვერ ვაძლევთ ხო იმიტომ რომ ის ნივთი არის ერთი ცალი აქვს ადამიანს ერთი ცალი ერთ უნიკალურ მოცემულობაში ერთ უნიკალურ ზომაში შესაბამისად ის რომ გაიყიდება მე იმაზე დაყრდნობით ცოტა რთულია Amazon-ი რასაკეთებს ხო მაგალითად თუ იყიდე ეს ციგნი ვიღაცამ იყიდა ამ ციგნთან ერთად სხვა ციგნი და ამ ციგსაც შემოგთავაზა ჩვენ შემთხვევაში ეს რთულია იმიტომ რომ იქ სტოკი ბევრია და შეიძლება ეს კომბინაციები უსასრულოდ შესთავაზო მომხმარებლებს ჩვენთან ყველა ნივთი არის ერთი და უნიკალური და შესაბამისად რაღაცნა ეს ლინკების დასმა რო იცი რა წეს ეს შეიძლება მოგეწონოს უფრო რთული გამოდის ვიდრე სტანდარტულ მოცემულობაში იმიტომ რომ ის ნივთი ერთხელ გაიყიდა და აქ ვეღარავის ვერ შევთავაზებ ხო ამიტომ რაღაცნაირად ცოტა უფრო შორს მივდივართ რაღაც image recognition-ებით მივდივართ სხვადასხვა ლოგიკებით სხვადასხვა ფილტრებით რომ აი წესით შეიძლება ესეც მოგეწონოს და გვაქვს რაღაც recommended პროდუქტების ლოგიკა და ასე შემდეგ ამიტომ რაღაცნაირად ცოტა სხვა კონცეფცია, ანუ C2C marketplace-ის, სრულიად სხვა რაღაცა არის და სტანდარტული e-commerce-ი. Ну, გაცილებით უფრო რთული ხო, გამოწვევით ბევრი იქნება, ხო, მაგასთან. გიორგი, თუ იყენებ ხელოვნურ ინტელექტს, ეხა ხო ბუმია ამაზე და რაში იყენებ და როგორ იყენებ რა? თუ გავწერთ. კი, ძირითადად ვიყენებ აი ამ image recognition-ის და პროდუქტების რეკომენდაციების კუთხით, ასევე ვიყენებთ ჩვენთან არის როგორც Instagram-ში აღარჩი TikTok-ზე ნამდვილად არის following-ი და არის for you ნიშნავს რომ მთელი სისტემიდან უნდა ამოვარჩიოთ ის პროდუქტები რომლებიც წესით თქვენ მოგეწონებათ ხო აი მაგ კუთხით ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს ეს for you რაღაცნაირად ისე დავაგენერიროთ და მივაწოდოთ მომხმარებელს რა ის ზუსტად ეს მაღაზია გადაეწყოს მათ მოთხოვნებზე და ასევე სპეციალური შეთავაზებების გაკეთება როცა გვინდა რომ წესით ამ ადამიანს ეს პროდუქტი უნდა მოწონდეს და შეიძლება რაღაცა ინდივიდუალური შეთავაზებები გაუგზავნოთ რომ ესეთი ნივთია და ნახე და არასდროულად გაუგზავნოთ ამ პრომოკოდი ოღონდ მორგებული ხო ძალიან რთულია რომ რაცა 250,000 რეგისტრირებული მომხმარებელი ყავს აქეთ 100,000-ობით ნივთი არის და თუ არ გამოიყენე შენ ხელოვნური ინტელექტი არ გამოიყენე ტექნოლოგიები როგორ დამეჩო ეს ამდენი ადამიანი და ამდენი პროდუქტი ისე რომ ზუსტი მეჩინგი მოხდეს, რომ რაც მას მოწონს ის დანახო ის შესთავაზო, შეუძლებელია ფაქტიურად.
ექსპანსიის ნაწილში ახლა რეალურად თუ გეგმავთ ხართ სამხრეთი აზერბაიჯანი კიდე თუ აპირებთ ახლა ჩვენ ვიყავით 2021-ის ბოლოს გავედით უკრაინაში, რაღაც საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ და კარგი სტარტი ჰქონდა. ის თქვენახევარი რაც დაგვრცელდა მუშაობა, მაგრამ მერე დაიწყო ომი და მოგვიწია რამდენიმე თვე კიდე ფაქტიურად 2022 წელი ასე თუ ისე იმ რეჟიმში ვიმუშავეთ, რომ თანამშრომლები შეგვენარჩუნებინა და მათაც რაღაც ფინანსური შემოსავალი ქონოდათ. მაგრამ 2023-დან უკვე უკრაინის ბაზარზე იქ ბევრი გაკეთვა მაშინაც არ იყო, მაგრამ ვცდილობდით ესეთ რაღაცას, რომ თქვა იქ ხაუსელერებს საქართველოში გაეყიდათ, რაღაცა დამატებითი შემოსავალი დაეგენერირებინათ და რამდენიმე $100,000 სეილები იქ უკრაინას სელერებს დაუგებერეთ იმ პერიოდის განმავლობაში. მაგრამ შენარჩუნება და რთული გახდა მით უმეტეს, იმიტომ რომ თქვა ის თანამშრომლობით ვინც იყვნენ, მე მოუწია სხვა ქალაქებში გადასვლა და კიევის დატოვება და ასე შემდეგ ტექნოლოგისტიკურადაც და რთული. სომხეთში ძალიან კარგად ვართ წარმოდგენილი, ყავს რაღაც 30,000 მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი და იზრდება და საკმაოდ ისეთ კარგად მივდივართ. აზერბაიჯანში უფრო ფიზიკურად ვიყავთ წარმოდგენილი, აპლიკაციის გაშვებაც გვინდა, მაგრამ აი გამომდინარე სომხეთის და აზერბაიჯანის პრობლემური მეზობლობიდან ტექნოლოგიური სირთულეები არის, მაგალითად, რეგისტრირება მომხმარებელი, იქ რო ხედავს ერთი, რო ხედავს აზერბაიჯანშიც არის და მეორე რო ხედავს სომხეთშიც არის, უკვე პრობლემა არის მათთვის ბრენდთან კომუნიკაციაში, ხო? ამიტომ ან სხვა ქვეყანა უნდა ავირჩიოთ ციფრულად გასაშვებად, რაღაც რა ტექნოლოგია ისე უნდა გადავატყოთ, რომ შეიძლება თქვა აზერბაიჯანის ბაზარი შიგნით იყოს ჩაკეტილი, ან აზერბაიჯანი მარტო საქართველოს ხედავდეს. რაც ასევე აი ესეთი არასასიამოვნო გადაწყობა, იმიტომ რომ აპლიკაცია მთლიანად უნდა დახუნძო ეგეთი დეტალებით, რომ თუ ის ქვეყანა ისე მოიქეცი, თუ ეს ქვეყანა ისე მოიქეცი, იქ ესკენი, აქ ესკენი. და კიდე პრობლემური ნაწილი არის საკმაოდ ჩვენ რეგიონში, ახლა როცა ევროპაში ხარ, შეგიძლია ევროთი იმუშაო და ევროთი ყველა ევროთი რაღაცა თქოს, ამერიკაში ხარ, შეგიძლია ყველა 300 მილიონმა ადამიანმა დოლარით ისე გადაიხადოს და მიიღოს. ჩვენ რეგიონში არის ყველას აქვს სხვადასხვა ვალუტა, ხო იქ რაღაც სომხი, სელერი იქნება აზერბაიჯანი, ქართველი თუ ყაზახი, მათ რაღაცა ლარში, მანაჩი, ტენგეში უნდა თანხის მიღება, აქეთ გადახდა რაღაცას ლარში უნდა ან პირიქით cross-border-ზე ეს განსაკუთრებით რთული არის ეს cross-border payment-ების მართვა. არის საზღვრის თემები, არის ლოგისტიკის თემები, არ არის ერთი ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ამ ყველა ქვეყანაში მოგემსახურება, ხო, რაღაცა სომხეთიდან ვიღაც თუ ჩამომერე აქ ოფისში რაღაც მოიგან, მე პირველთან ისე მიიტანა და მთელი ეს ლოგისტიკური ჯაჭვის აწყობა ჩვენ რეგიონში რაღაც 10 ჯერ უფრო რთულია, ვიდრე არის ევროპაში სხვადასხვა ქვეყნებს შორის. იქ შეგიძლია ერთი საკურიერო დაიბარგმნა და ყველა ქვეყანაში მიგიტანს. ხო, აქ ეგეთი რაღაცა არ არის. იმიტომ ესეთი სირთულეები შემოდის ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ რეგიონში, როდესაც გვინდა რომ რაღაცნაირი ექსპანსია სხვადასხვა ქვეყნებზე გააკეთო, ხო? და მით ხა ჩვენ არ ვართ ახლა რაღაცნაირი დიდი კომპანიის ქვეშ, კოლგის ქვეშ ყოფი, რომელსაც შეუძლია რესურსები რაღაცების კეთების, ხო? ჩვენ შემოსავლებზე და ინვესტორების მიერ, ასე ვთქვათ, განხორციელებულ ინვესტიციებზე ვართ დამოკიდებული და რაღაცა ყველაფრის გაკეთება არ გამოდის, რა. ცოტა სირთულე არის ის, რომ ახალ ბაზარზე რომ შედიხარ, ფაქტიურად გჭირდება პირველი network ეფექტის შექმნა. რამდენიმე მინიმუმ 100,000 იუზერის აკრეფა იმ ბაზარზე, რომ აპლიკაცია საინტერესო იყოს და რაც ეს დუღილი მიდიოდეს შიგნით და ჩვენი რეიტებით, ჩვენი $2-დან $3 გვიჭდება ერთი რეგისტრირებული მომხმარებლის აპლიკაციაში მოზიდონ ქვეყნების მიხედვით ყაზახეთში მეტია ცოტა. სადღაც $9 მილიონიდან $1 მილიონ მარტო მარკეტინგული სპენდინგი უნდა გააკეთო იმ ქვეყანაში, რომ ეს პირველადი customer base-ი აკრიფო და მე რა თქმა უნდა კიდე high პირველია, ხო. ამიტომ C2C marketplace-ის კონცეფტი ძალიან კაია, ძალიან საინტერესო არის, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა უფრო დიდ ბაზრებზე და როცა დიდი ინვესტიციის განხორციელება დიდ ბაზარზე შეგიძლია, იქ უკვე მასშტაბიც ბევრად დიდია და ამ ბიზნესის იდეა და მომგებიანობა მასშტაბში არის, ხო, ზოგი ახლა ვთქვა. B2B SaaS-ზე თუ საუბრობთ, იქ შეიძლება რამდენიმე ასეული კომპანია ყავდეს მომხმარებელი subscription-ზე და იქ ძალიან კარგად განავითარო შენი კომპანია. ამ შემთხვევაში C2C-ს ბევრი ოპერაციები, ბევრი ფული გჭირდება customer acquisition-ში და უნდა იყოს scale, რომ რაღაცა έτσι reasonable, კარგი profitability და ზრდა დადო, ხო? და ყველა ბიზნეს მოდელს თავისი პლუსები აქვს, თავისი მინუსები აქვს, მაგრამ
Faberi კარგი success story არის და ახლა კიდევ ვაპირებთ რომ რაღაც სიახლეები გქონდეს, მაგრამ მაგისთვის ჯერ ქვეყანა უნდა დამშვიდდეს. კაი, კიდე მე მაინტერესებს დღეს როგორი არის Faberi-ის მარკეტინგი რა, აი მაგალითად თუ იყენებთ TikTok-ს და როგორ იყენებთ, რამდენად კარგად მუშაობს თქვენზე. იცი რა, ყველა ვცდილობთ რომ ყველა არხი გამოვიყენოთ. აქცენტი მაინც გვაქვს უფრო არსებულ customer base-თან პირდაპირ მუშაობით, აპლიკაციის საშუალებით, მაინც ანუ მაგას ჩვენ უფრო სეილებს ვეძახით ვიდრე მარკეტინგს, ხო ანუ გაყიდვები რო გინდა, ყავს აქცენტი ხა უფრო არის სეილებზე, რა თქმა უნდა მარკეტინგულად სულ აქტიურები ვიყავით და სულ ძალიან კარგი კონტენტი გქონდა და ძალიან ბევრ კონტენტს ვქმნით. ეხლა აქცენტი უფრო გვაქვს სეილებზე და სეილების ორი ძირითადი მიმართულებებზე, ერთი არის სეილების თიმი მუშაობს ძალიან ძვირადღირებული ნივთების ინდივიდუალურ შეთავაზებებზე ჩვენ მომხმარებლებთან უკვე იმიტომ რომ დაგვიკროვდა მონაცემი და ვიცით რა ვის რა ინტერესებს და ვინ რას ეძებს და კარგი ვარიანტი რომ ჩავარდება ხელში უნდა შევთავაზოთ. მეორე ის პერსონალიზაცია აპლიკაციის და ვთქვათ ეს push notification-ები იქნება თუ სხვადასხვა შეთავაზებები ეს მიმართულება. მარკეტინგის ხე რაღაცა Facebook-შიც, Instagram-შიც, TikTok-შიც ყველგან აქტიურები ვართ, ოღონდ სუფთა არა როგორც sales tools, არამედ როგორც branding-ის და PR tools და რაღაცა მაგითაც შეიძლება რაღაც სიახლეები გქონდეს. ძალიან კარგი. და კიდე ერთი კითხვა მაქვს რა საჭიროებები აქვს დღეს Fabers, რაც უნდა რომ მესამე მხარეს კომპანიებიდან მიიღოს. აი ესეც საინტერესო იქნება, რომ ბიზნესებს რა ვიცი გავაგებინოთ რა გჭირდებათ მაგალითად რა. იცი e-commerce ინფრასტრუქტურას აქვს ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყანაში როგორ არის e-commerce ინფრასტრუქტურა განვითარებული. მან ძირითადი არის ორი საკითხი, ერთი არის ლოგისტიკის კომპონენტი და მეორე არის გადახდების კომპონენტი, ხო? პირველი და მეორე ლოგისტიკა, გადახდები. გადახდებში marketplace-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ინოვაციური payment processing სისტემების განვითარება, რომელიც აი მოქნილობას გაძლევს, რომ შენ გამომდინარე იქიდან რომ ხანდახან ჩვენთანაც ისე როგორც ვთქვათ, აი ეს food delivery კომპანიები არის three-sided marketplace, ხო? ერთი არის მომხმარებელი მეორე არის ვთქვათ მომწოდებელი ანუ კომპანია ჩვენ შემთხვევაში სელერი და მესამე კურიერი ზოგადად ესე ეძახება three-sided marketplace-ა და ნებისმიერი ტრანზაქცია რომელიც ხორციელდება არის თანხა ჯამური რომელსაც იხდის ვთქვათ პირველი და მე ეს უნდა დანაწილდეს კომპანიას, კურიერს და სელერს შორის. ხო, აი ესეთი ინოვაციური გადახდების სისტემები საქართველოს ბოლომდე კარგად გამართული არ არის, რომ ამის საშუალებას გაძლევდეს, რომ თქვა შემოვიდა და დავარიგე თანხები ავტომატურად ან ასე შემდეგ. ხო, ნელ-ნელა იყო რაღაცა მაგის ცდელობები და ეგეთი წინსვლა თუ გვექნება, რაც ახლა ევროპაში Stripe-ით და სხვადასხვა სოლუციებით. ანუ PSP-ებისთვის ეს კაი ნიშაა, ასე ვთქვათ რა. რომ ბაზარია ცოტა, ბაზარი ცოტა პატარაა, თან PSP-ებისთვის პრობლემა, ხა PSP-ს დავარქმევთ, ეგეც არის ბანკების PSP-ები ცალკე არიან და დამოუკიდებელი PSP-ები ცალკე არიან. დამოუკიდებელ PSP-ებს ცოტა უჭირთ ბანკების PSP-ებთან მუშაობა, ხო, იმიტომ რომ დიდები არიან და სხვა leverage აქვთ. ბანკებსაც რასაც აქვთ, უფრო თავის ეკოსისტემაში ცდილობენ რომ ჩაკეტონ, ხო, მაგალითად იგივე splitting-ი რო ვთქვათ, ყველა ბანკი თავისივე ანგარიშებზე აკეთებს მარტო და ხა მომხმარებელი ხო არ გეყოლება მარტო იმ ბანკის კლიენტი, ხო, ხა ვიღაცა პირველი ერთ ბანკში აქ ანგარიში გავყიდოთ მეორეში, ხო, რაღაცნაირად თონდ დასკვნით. და მაგ მიმართულებით პროგრესი დაეხმარებოდა ბაზარს, რომ ძალიან გამარტივდებოდა გადახდების მართვა. ნუ მეორე არის საერთაშორისო გადახდების ამბავი, ახლა Stripe-ი რაც აქვს აქტიურად ძალიან ბევრ ქვეყანაში შეგილი არის სხვადასხვა ვალუტებში ცენტრალიზებულად განახდო მართო გადახდები. ჩვენ შემთხვევაში თითოეულ ქვეყანაში, თითოეულ იურისდიქციაში თითოეულ ყველგან გვიწევს ინდივიდუალური ინტეგრაცია payment processing სისტემებთან და შემდეგ უკვე ამათი მართვა, ხო? ეს ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული არის და იურიდიულადაც კომპლექსურია. და საქართველოში ალბათ კიდევ უფრო რაღაცა შემდეგ ეტაპზე რო გადავა delivery-ის ამბავი, on delivery-ის გულისხმობ, ახლა ბევრი delivery კომპანია გვაქვს და ეგ ინფრასტრუქტურა ნორმალურად მუშაობს, მაგრამ აი ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეხლა უფრო აქტიური არის pick-up point-ების თემა. Pick-up point-ების და
რაღაც პოშტომატებს ეძახიან, ანუ დივაისები, რომელშიც შეგიძლია რომ უბრალოდ მიხვიდე, შენი შეკვეთა აიღო და გააგრძელო შენი გზა. ან ფაქტობრივად საიტზე გადახდაც არ გიწევს და მგონია რომ ჩვენს მაგამდე მივალთ ეგ უკრაინაში ძალიან კარგად იყო განვითარებული e-commerce-ების აბსოლუტურ უმრავლესობას payment-ი ჩაშენებული არ ქონდა თავის საიტზე. უბრალოდ უთითებდი შეკვეთას ათავსებდი მობილურის ნომერს უთითებდი და სად გინდა რომელ ლოკაციაზე pick-up point-ში გინდა რომ მიხვიდე და აიღო და იქ ადგილზე ნახულობ, მე მოგწონს ნივთი, იხდი იქვე ფულს ბარათით, ან არ მოგწონს და უკან აბრუნებ და მარტო delivery-ის ფულს იხდი. რაც ძალიან კომფორტულია და ფაქტიურად ყველას მიცემს ჩემი აზრით საშუალებას, რომ e-commerce-ის ამბავი ცადოს ისე რომ არ იფიქროს ბევრი payment-ებზე, არ იფიქროს ბევრი კურიერებზე, არ იფიქროს ბევრი რაღაცაზე, ძალიან მარტივად დაალაგებს, რომ შეკვეთა შემომივიდა, შევფუთე, გავგზავნე სადღაც pick-up point-ზე და დანარჩენს იქ მიხედავენ. ანუ ამარტივებს, ტექნოლოგიურადაც ამარტივებს, სერვისულადაც ამარტივებს და შეკვეთის განთავსებასაც ამარტივებს. ახლა ერთ-ერთი ყველაზე დაკაისად იკარგება მომხმარებელი. როგორც წესი, checkout-ზე იკარგება ბევრი ადამიანი, იქ კალათაში ჩააგდო და მერე უწევ არ მისამართი კარგად არ იყო შესაყვანი ან გადახდაზე ვერ იმას ქნა რაღაცა და მანდ იკარგება ხოლმე ბევრი მომხმარებელი და მაგას ფაქტიურად თლიან ელიმინაციას უკეთებ. რა კალათაში დავამატე მობილური მომიშნე, სად მივაკითხავ რაღაც C არის და აი აქ რაღაცა ჭავჭავაძის ხუთში მივალ და ავიღებ და ოკეი და განთავსებული. ანუ კონვერსიის პრობლემებსაც გიგვანებს, იმიტომ რომ კარგი UX-ი თუ არ გაქვს, კარგი user experience-ი თუ არ გაქვს, შეიძლება მარტო მან დაკარგო ბევრი მომხმარებელი ადამიანს ყიდვა უნდა და უბრალოდ ვერ მოახერხა რა. კარგი, რაღაც დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, წარმატებებს უგზავნებ ქართულ e-commerce და მადლობა თქვენ თქვენ წარმატებას გისურვებთ რა. მადლობა. კარგად. კაი.